მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყრილო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ახალ გადაცემას, აი ამ მშვენიერი ოფისიდან, ნაციონალური მოძრაობის ოფისი, ჯიმი ჰენდრიქსის Voodoo Child-ის ჰანგებზე ჩვენ მოვედით აი ამ ოფისში და ცოტა ხანში, რა თქმა უნდა, შევეცდებით გავიგოთ, არის თუ არა ეხლა ამ ოფისში ვინმე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება ისეთ ოფისებში შესვლისა, ნაციონალური მოძრაობის, სადაც არასოდეს არავინ არ არის. ახლა შევეცდებით ნახოთ თუ რა ხდება ამ ოფისში. გამარჯობათ. ვიღაც გვინდა პასუხისმგებელი პირი. არ არის არავინ? მე შემოგიშვით. ჩვენ ხო ვიცნობთ ერთმანეთს. იქ რო არავინ არ არის? გრძელდება ტრადიცია, ესე იგი? ჩემთვის კი. ჩემთვის რატო ვერ გავიგე? აი, всё. მოიცა, ჩემთვის რას ნიშნავს? მოიცა, ჩემთვის რას ნიშნავს? უკაცრავად, ერთი წუთით მოვბრძანდით აქ თუ შეიძლება. ახალგაზრდა. ჩემთვის რას ნიშნავს? ჩემთვის ტრადიცია გრძელდება? ახალგაზრდა. გამარჯობა. რატო შემოგიშვით? არა, მე პრესის წარმომადგენელი ვარ და რაღაც ერთ წუთი ვერ შემოგიშვით მე, ხო გითხარით და. რატო ვერ შემოშვით? ვიღაც გამოვიდეს პრესის მუშაკი. მე თქვენობით მოგმართავ, თქვენს თუ შეიძლება თქვენობით მომმართეთ, კარგით? ხო და მობრძანდით თქო და გეტყვით და ხო არის ვიღაც. ხო, აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ შეიძლება რატო ბრძანოთ? კაი, ერთი წუთი და გადადი რა გიხოცე. რატო ბრძანეთ? გიხოცებით გადადი. უკაცრავად, ბატონო ჩემო, რატო ბრძანეთ, რომ ჩემთვის არ შეიძლება? ერთი წუთი გადაბრძანდი და გაქცე პასუხს, ტერიტორია და. აჰა, რას ნიშნავს თქვენთვის არ შეიძლება? აი, ნამდვილად არ მაქვს სული შენთვის საუბრის. თქვენობით არ მომმართავ. მაქვს. მე თქვენობით მომმართავ. ბრძანეთ, რას ნიშნავს შენთვის არ შეიძლება? დაუძახეთ ვინმეს თუ შეიძლება. რას ნიშნავს ეს რა არის, რა უბედურებაა. როგორც ყოველთვის, ჩემი ვიზიტის შემდეგ, აქაც სატელეფონო ზარების მთელი კასკადია. წინა შემთხვევაში მოდიოდნენ ზონდერები, ძვირფასო ტელემოყრილობა, ეხლა ვნახოთ აბა. ნაცი მოძრაობა. არა, ოფისი არ არის ცუდი. მეორე მხრიდან მოვედით, ძვირფასო ტელემოყრილებო. გამარჯობა, შეიძლება შესვლა? არავინ არ არის? არავინ არ არის. როგორ არა, ვიღაცა არის. დაცვა. მეტი არავინ არ არის. საერთოდ დამლაგებელი და დაცვა, ხო? მაგას მე პირობას მაძლევ, ხო არ მატყუებთ? არა, დიდი მადლობა. არც მოვლენ არ იცით, მოვლენ თუ არა. ესე იგი მარტო დამლაგებლები და დაცვა. ნაციონალური მოძრაობა დაუბრუნდა თავის ჩვეულ აგრეგატულ მდგომარეობას. ძვირფასო ტელემოყრილო, ჩვენ მივატოვეთ ნაციონალური მოძრაობის ოფისი, მაგაც არავინ არ არის იქ როგორც ჩვევიათ ხოლმე დაცვისა და დამლაგებლების გარდა და დაწყეთ კახეთში ესეთი მოგზაურობა ქნათ და ადგილებზე რა სიტუაცია ვნახოთ. რამდენიმე კითხვა დაუსვათ მუნიციპალიტეტების და გამგებლების ხელმძღვანელებს. ტიაბერაშვილი გვინდა მოვინახულოთ. ჩვენ ვართ საგარეჯოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, გამგებელი რომ ვნახოთ, კარგი იქნება. გამარჯობათ. 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 გულწანდებით. კარგად, გამარჯობათ. გამგებელთან გვინდა ერთი-ორი შეკითხვის დასმა და აქვია გამგებელს? გიორგი. გვარი? ლოლაძე. თქვენ? მაგ პრობლემა ხო არ არის? არა, ყველაფერი თავბაზე ვარ მოსულები. ბატონო? წყლის თავბაზე უდავსწრებული ვარ. რავი? უდავსწრებული ვარ. უდავნოს, უი, აბა, მაშინ ხო გეუბნებოდით რაღაცებს და. გამარჯობათ. თქვენ ზადებით გამგებელი? დიახ. ახალ გამგებელი თუ ძველი? ახალი. ახალი? კი. ძველი სადა? ძველი წავი. სად წავი? ძველი გვინდა. ძველი გამგებელი რა გიყოთ აბა არა ყოს. ახალი არ გვინდა. იმიტომ რომ შენ ახლა რაღაცებს ვერ მიპასუხებ. ხო ვერ გიპასუხე მართლა. აი, დახმარება რომ გაუწიეს. როგორ არის ამ დახმარების ამბავი და? ხო ეს რან ის უნდა გადაიხედოს ზუსტად ახლა მაგას ვაკეთებ. ხო და აი შეკითხვები გვინდა რომ დაგვესვა, როგორ არის განაწილებული რანაირად? არ არის სამართლიანად განაწილებული. და ძალიან ისე ზოგს ორჯელა აქვს აღებული, ზოგს საერთოდ არ აქვს აღებული ეს. საკუთებით გისდება ეგა? ნელ-ნელა ჯერ არა, 3 დღეა რაც მუშაობ და ამას დავამტკიცებთ რა საკუთებით. გამგეობა? შენ ხელთ არის? კი, ჩემ ხელთ არის. ხო. იცი რა მინდოდა? მართლა მინდოდა რაღაცა ძველ გამგებელთან ამ დახმარებებზე შეკითხვა და არ არის ხო ესე იგი? და ვის მოვთხოვოთ პასუხი მე? გამოჩნდება. კაი, მოდი შენ იქნებ ერთ-ორ კვირაში ხო გეკნება სურათი არა? კი, რაღაცა სურათი. ვექნება. ორ კვირაში ვნახოთ რა ხდება რა. ჩავიხედოთ. კაი, მადლობა, დიდი მადლობა. ჩვენ ყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გრძელდება ჩვენი ტრიპი კახეთის მუნიციპალიტეტებში და ვნახოთ რა ხდება გურჯაანში. გამარჯობათ. გამარჯობა. გამგებელი არის?
თელავშია დაწვიდა. ერთი წუთი. ვინმე არის პასუხისგებელი? ალო? თქვენთან ვართ მოსული და არა ხართ ადგილზე? არ გამოვედი. მობრძანდებით? თან თვიზე მიდوار თელავში. მთელი გამგეობა იქ არის, ხო? ვიმზადებით? შალვა რამიშვილი მაესტროდან. გამგებელი საკრებულო და მე. ხო, გასაგები. ორივე მოადგილე, გასაგებია, კარგით. ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ჩამოვედით თელავში, სადაც ზურაც არის ჭიაბერაშვილი და როგორც ირკვევა ყველა გამგებელი და აბა მე კარგად მახსოვს, გახსოვთ ეს შენობა, აქედან როგორ კარგად გამომიყვანეს მაშინ, როცა სტიქიამ ძვინვარებდა. ზურა, გამარჯობა, როგორ ახლა? კარგი არა, ჩამოხვედი, იმიტომ რომ ხათბირი მაქვს და რო დაესწროს. ვა. ჩვენ საიდან ვისნობთ ერთმანეთს? დიდუბიდან დიდუბის გამგებელი არა ხარ, კაი კაცი ხარ თქო, რო ვთქვი. შენზე გახსოვს, როდის ვთქვი, ჯერ კიდე. აქ რა გინდა? არაფერს ზურა ჩამოხვედი. შენ სამუშაობ ხარ? ეხლა მაქვს და არა, ეს სამუშაობ, ეს კაი კაცი, აი. სამსახურის პროცესი არის გამოგზავნილი. არსადო? ეხლა გადმოვდივარ რა ჯერ დანიშნული არა. არ გინდა მაინც. არ გინდა, არ ღირს. გირჩევ რომ არ ღირს. მე შენ ყოველთვის მომწონდი. გახსოვს ჯერ კიდევ როდის, რომელი წლიდან? გახსოვს ეგა? ხო და. ამასთან სხვაშორის ერთი ის პოზიტიური სხვაშორის ძალიან რამაც სიუჟეტი ძალიან ისეთი ბიჭო, გასაკვირი. კაი კაცია, რაღაცას აკეთებს, სწორად აკეთებ და ყოველთვის მოხუცებიც სწორად, ხო? ხო და რა გინდა ხარ, არ მიდიხარ რა. იყავი სადაც ახლა, არ გინდა ამასთან ნუ მიდიხარ სამუშაოდ. რა გაწინებ? ხუპავ. არა, ნუ ეხლა დროებითია, ხო იცი ეხლა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გამგეების გუბერნატორების დანიშვნის წესი ხო იცვლება. შენ ფილოსოფოსი ხარ. რა თათბირი გაქვს, ზურა რა არის? აი, მაინტერესებდა კადრას. ოღონდ ესე კადრები აიღეთ, თათბირს ჩავატარებ. არა, ინტერვიუს გავაკეთებ და всё რა. ნუ დრო არა მაქვს ამდენი. შენ რამდენი ხანი ილაპარაკებ ეხა დიდხანს და ჩვენ აი რამდენი ხანში მორჩები? ნახევარი საათი. მაშინ მაწყობს. მაწყობს. შეგიძლიათ კადრები აიღოთ. ეხა ფული გააქვს. ეგის ეს მქონდა შეხვედრა ვისთან? ინფრასტრუქტურის მინისტრთან. შენ კონსტრუქციულ რელსებზე გადახვედი, ხო? ეს მქონდა ეს შენი ხედია რა გამარჯობა. გადახვედი კონსტრუქციულ რელსებზე? მე მაქვს. ხალხის ხმას გადმოხვედი? მე მქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის გეკნებოდა. მინისტრთან შევიდა. შენასთან კუდამისთან არა ჯერ? ჯერ არ. კაი. შევიდე. გამარჯობათ. განდებოდეთ, არ ადგეთ, არ არის საჭირო. არ შეგეშინე. რატო უნდა შეეშინე? გამარჯობათ. მოჯობია რა კადრები. აქ დავშდე შეიძლება? მივეჩიო. კაი, ცოტა ხანი დავსვათ. იყოს. რა გაკეთდა დღემდე კახეთის სტიქის რეაბილიტაციის თვალსაზრისით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენი ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს იმყოფებიან გუბერნიაში და ჩვენ ერთად ვატარებთ ქართლის გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან იმისათვის რომ ერთის მხრივ შევაჯამოთ უკვე დღემდე რა გაკეთდა და რა შეიძლება გაკეთდეს დღის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ის მოახდენს ზარალის სრულ ანაზღაურებას, ის რაც მიადგა ჩვენს მოქალაქეებს კახეთში სტიქიის შემდეგ. დღემდე გაწეულია 87 მილიონი ლარის დახმარება სხვადასხვა სახის ჩვენს მოსახლეობაზე, რადგან დეტალური ანგარიშგება არსებობს და დღეს ბატონ არმანიასაც გავაცანი, თუმცა წინასწარი მონაცემები, რა თქმა უნდა, ცხადყოფს და ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინა მთავრობა მოქმედებდა იმ საბიუჯეტო სახსრების პირობებში, რისის შესაძლებლობაც ბიუჯეტს ჰქონდა და შესაბამისად დახმარებაც გაეწია მოსახლეობას ამის მიხედვით. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი აცხადებს, რომ ის სრულ ანაზღაურებას გააკეთებს, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება 50,000 ლარიც კი იყოს. ამისათვის ჩვენ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება კიდევ ერთხელ გავიაზროთ რა ტიპის
სამუშაოებია დარჩენილი, რა არის ის სრული ზარალი და როგორ უნდა შევძლოთ სრული ზარალის აღწერა. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ აი ამ დეტალებზე, კონკრეტულად რა ღონისძიებები გვაქვს გასაკეთებელი და მინდა ჟურნალისტებს ხო, ალბათ უკვე საკმარისი იყო რა კადრები წავიდეთ ხოლმე. გავიდეთ და მე უკვე შეხვედრის შემდეგ გავაკეთებთ. ანუ მე საერთოდ მიდიოარ აქედან, დიდი მადლობა რომ შეიკრიბეთ. ერთი შეკითხვა მაქვს უბრალოდ. ანუ ნაციონალური მოძრაობის გამგებლები კვლავ გააგრძელებენ იმ ფულის ხარჯვას, რომელსაც ბიძინა გამოყავს, ხო? ესეთი წესი, ესე მოილაპარაკეთ. ანუ პრეტენზიები იყო რომ არასწორად იხარჯებოდა და ეხლა ისევ ისინი დაიწყებენ ხარჯვას, ხო? რომ ვიცოდე კარგად. ბატონო შავ, ამასთან დაკავშირებით გეტყვით რომ საით? თანხას, რომელსაც ხარჯავს თითოეული გამგებელი და თითოეული მუნიციპალიტეტი, ეს არის საქართველოს არა, გავიგე, გასაგებია. ფული და შესაბამისად თანხა იხარჯება ბიუჯეტის შესაბამისად, რომ გამგებლების მიერ გადაწყვეტილებას იღებს გასაგებია. ან ცენტრალური მთავრობა, ან გამგებლები. არა, ანუ მოკლედ ვთქვათ, ის გამგებლები, რომლებიც იყვნენ აქამდე და რომლის მიმართაც ხალხის გარკვეულ ნაწილს ჰქონდათ პრეტენზია, ახალი გადაწყვეტილებებით კვლავ გააგრძელებენ ამ თანხების ნაწილის განკარგვას. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. საინტერესო იყო ჩემთვის. გასაგებია. აზე ხარ, მოიწყეს თქმილი ცხოვრება. ვამთავრებთ ამით ჩვენს გადაცემას, გაოცებული ვარ მომწონს რომ ჭიაბერაშვილი გადასხვაფერდება და პლაკატებს აღარ ხევს და აღარ იგინება ეგ ერთი. მაგრამ რა ვიცი, რამდენად აქვს ლეგიტიმური უფლება. ლეგიტიმური არა, მორალური უფლება, რამე უფლება. იმ გამგებლებს, რომლებსაც ესეთი ძალიან ბევრ რაიონში არჩევნები აყალბებს, ტერორი მოუწყეს და მე საბიუჯეტო სახსების ხარჯებსთანაც შეკითხვებია დახმარებების გაცემის კუთხით. კვლავ ეს ახალი თანხები, ახალი ტრანსფერები და ეს ფული ხარჯონ, ეს ხაკე განხილვის თემაა. განვიხილავთ ამ თემას, კარგად გზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.